გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. Ამ დროისთვის არქიტექტურული, არქეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და სამუშაოები ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ახორციელებენ. მოგეხსენებათ, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაზაფხულიდან გამოახლეთ საკონსერვაციო სამუშაოები გელათის სამონასტრო კომპლექსში. ჩამოსულები იყვნენ ბრიტანელი სპეციალისტები, ბატონი სტიმერი კერბი და ბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც ხელმძღვანელობენ მხატვრობის კონსერვაციის პროგრამას კათედრალში. მათთან ერთად ჩართული იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული სპეციალისტები და პლუს დამხმარე ექსპერტები ბიოლოგიის დარგში ბატონი დანიელა იზოლა და მინერალოგიის დარგში ბატონი სტეფან ლავი. ასევე ბატონმა რობერტო ნარდიმ განახორციელა უმნიშვნელოვანესი სამუშაოები გელათის მოზაიკის კომპოზიციის მიმართ და მან გადაუდებელი კონსერვაციის ფარგლებში ააშენა და მოზაიკის კომპოზიცია შეუდგა დამჭერი სტრუქტურა, რითაც ის საბოლოოდ უკვე გამაგრებულია და აბსოლუტურად ყველანაირი საფრთხე რაიმე დაზიანებისა ამითი უკვე მოგვარებულია. ასევე დღეს მდგომარეობით ხედავთ, რომ მონასტრის სამხრეთ მხარეს ხორციელდება საკმაოდ ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები და ეს არქეოლოგიური სამუშაოები დამოკიდებული არის იმ კვლევასთან, რომელიც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განახორციელა 2024 წელს და მოხდარა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის არქეოლოგიური გეოფიზიკა და ამ ტერიტორიაზე ჩვენ ამ არქეოლოგიურმა გეოფიზიკამ გვანახა შენობა ნაგებობა, რომელიც დასტურდება დღეს განხორციელებული არქეოლოგიით. ასევე იხილეთ დღეს, რომ მიმდინარეობდა სამუშაოები გეოფიზიკური კვლევის, რომელიც მოითხოვა ბატონმა ნიკოლა ბერლუკიმ, რომელიც არის გელათის კათედრალის და ზოგადად გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაში არქიტექტორი და წამყვანი სპეციალისტი ამ კუთხით და ის ხელმძღვანელობს მეცნიერულად თელ ამ პროგრამას და მისი მოთხოვნით განხორციელდა დღეს არის გეოფიზიკური სამუშაოები, ღრმაკვლევები გეოლოგიური 30 მეტრის სიღრმეზე, რათა გავიგოთ ამითი სრული სტრატიგრაფია მიწისქვეშა ქანების შემადგენლობა თუ რა გეოლოგიაზე დგას ტაძარი და შემდგომ ბატონი ნიკოლა ამ კვლევას გამოიყენებს მის მომავალ განსახორციელებელ კვლევაში, რითაც ის შექმნის გელათის ტაძრის კათედრალის ზუსტმათემატიკურ მოდელირებას სეისმური მედეგობის კუთხით. და ასევე აღსანიშნავია, რომ დაიწყო ალბათ ყველაზე უმთავრესი ფაზა, რომ ჩვენ გელათის კათედრალს აი ამ უხარისხო გადახურვებს კრამის და მის ქვეშ არსებულ ინერტულ მასალებს ვაშორებთ და ხდება აი ამ კრამიტის ახდა, შემდგომ მის ქვეშ არსებული ეს 15 სანტიმეტრიანი კირდუღაბის ბალიშის მოხსნა და ამის ქვეშ არსებული იმ სრულიად უმსგავსო გაუგებარი ინერტული მასის ამოღება, რომელიც ჩაშვებული იქნა ამ გელათის ინტეროსების სივრცეებში და ამით დაამძიმეს და გახადეს სრულიად გაუგებარი ეს ქმედებები თუ რატომ განახორციელეს ამ ხელა მასის ჩაშვება ამ გელათის გადახურების ინტეროსებში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამუშაოებია. ამ თვის ბოლოს ველოდებით ასე ბატონ ნიკოლას ჩამოსვლას მის ჯგუფთან ერთად, რაც მნიშვნელოვანი, ასევე ჩამობრძანდებიან გარემოპირებების კლიმატოლოგიის კვლევართა ჯგუფი, რომელსაც ბატონი დარიო კამოფო პროფესორი უზარმაზარი მეცნიერი ხელმძღვანელობს და მოხდება შუალედური ანგარიში და შუალედური ანგარიშის განხილვა, რაც ამ 6 თვის განმავლობაში გვანახა ჩვენ ამ გარემოპირებების კვლევა. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგიური სამუშაოები ტარდება. პარალელურად ტაძრის კონსტრუქციული მდგომარეობის უკეთ შესწავლის მიზნით გეოფიზიკური კვლევები მიმდინარეობს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდება გელათის კათედრალის სტატიკური, სეისმური მოდელირება და სიმულაცია. შეიქმნება კათედრალის ზუსტი მათემატიკური მოდელი. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დავალებით ჩვენ დავასრულეთ ბოლო ფაზა გეოტექნიკური კვლევების განახორციელეთ გეოფიზიკური კვლევა. ჩვენ ჩავატარეთ სეისმური პროფილირება, ავგეთ სეისმური პროფილები
ახლა ამ სეისმური პროფილების მეშვეობით ინჟინერები შეძლებენ რომ დაიანგარიშონ მათთვის საინტერესო პარამეტრები, რაც დაეხმარებათ შეაფასონ სტრუქტურული მდგომარეობა ტაძრის და გარშემო ტერიტორიის. Რამოდენიმე წლის წინ გელათის მონასტერში ეზოს ტერიტორიაზე ჩატარდა გეოფიზიკური კვლევები, რამაც გამოავლინა სავარაუდო მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტები. შემდეგ მოხდა ამ მონაცემების გაშიფრვა, გაანალიზება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აი იმ სავარაუდო არქეოლოგიურ ობიექტიდან შეგვერჩია ერთ-ერთი არეალი და რიგით მეხუთე უბანი და დავიწყეთ ამ უბანზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. ამის შემდეგ ჩვენ უკვე მეორე წელია ვთხრით ამ მეხუთე უბანს და მივიღეთ გარკვეულწილად ნაგებობები, რომელიც არის სხვადასხვა პერიოდში აგებული. ძირითადად ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მონაცემი ჯერჯერობით, რომ არის ეს ნაგებობა მე-14 საუკუნეში დანგრეული, ამას მოწმობს აი ნანგრევ ფენაში ამოსული ის მატერიალური კულტურის არტეფაქტები, რომელიც ჩვენ გვხვდება, ეს არის ძირითადად სამეურნეო დანიშნულების კერამიკა, ლითონი, ასევე სამშენებლო კერამიკა გვხვდება და ასევე მნიშვნელოვანი არის მოზაიკის ნაწილი და ფრაგმენტები, ქვები თვითონ, რომელიც დაახლოებით 25-მდე არის ჯერჯერობით აღმოჩენილი სხვადასხვა ფერის და კვლევა გრძელდება. ასევე საინტერესო არის იმ ხრივ ეს ტერიტორია და ეს ადგილი, რომ რაც უფრო ჩვენ გელათის მთავარი ეკლესიის სამხრეთით მივდივართ, მით უფრო ნაგებობაც გრძელდება და კულტურული ფენები სიმძლავრებში იმატებს და დაახლოებით ჯერჯერობით გვაქვს 30 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე არსებული კულტურული ფენები. ეს იმის ნიშანი არის, რომ მაგ თუნდაც დავითის ეპოქიდან, ანუ მე-11-მე-12 საუკუნიდან გვიანი შუა საუკუნეებამდე იყო უწყვეტი ცხოვრების კვალი. ამას მოწმობს ზუსტად სამშენებლო ფენებიც და აღმოჩენილი არტეფაქტებიც, ნივთიერი მასალა. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების ახდის სამუშაოები გრძელდება. იხსნება კრამიტის ფენილი და ხდება ახალი 15 სანტიმეტრის სისქის კირდუღაბისა და ინერტული მასალების ამოღება. სპეციალისტთა განმარტებით ეს სამუშაოები ტაძრის ავთენტური კონსტრუქციების შესწავლისა და შემდგომი სარეაბილიტაციო ეტაპების დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ მომენტში გელათში მიმდინარეობს სამი ტიპის სამუშაოები, არქიტექტურული, არქეოლოგიური და გეოლოგიის კუთხით. მათ შორის ტარდება სეისმური კვლევები. ამ მომენტში ახდილია უკვე 2 სახურავი, იქ სადაც ფერწერა არ არის წარმოდგენილი კამარაზე. ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ პატრონიკები. ასევე სამუშაოები ტარდება სამკვეთლო და სადიაკვნეს თავზე. პროცესებმა გვაჩვენა, რომ ის შემავსებელი მასალა, რაც იყო გამოყენებული წინა სარესტავრაციო პერიოდში, იყო აბსოლუტურად არათავსებადი ისტორიულ ძეგლთან. ასევე გამოვლინდა, რომ იქ არსებობს დიდი ქვის ლოდები, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას სეისმური აქტივობის დროს. ამიტომ ბატონმა ბერლუკიმ მოგახსენებთ შურφების ახდის დროსაც გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება ყველა სახურავის ახდა და ამ ინერტული შემოსებული მასის სრულად ამოღება. რაც შეეხება არქიტექტურას და გადახურვას, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები იმაში, როგორი მასალები უნდა გამოვიყენოთ სახურავის გადახურვაში და ეს ყველაფერი რომ იყოს ავთენტურთან ახლო და თავსებადი. მიმდინარეობს წინა პერიოდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოწყობილი კრამიტის გადახურვის მოხსნა. ამ ეტაპზე გახსნილია 4 სახურავი, ჯამში 27 დანომრილი სახურავი გვაქვს. მოხსნისას გამოვლენილი მასალა იყო სველი, როგორც ახლად მოწყობილი ფილა, ასევე წინა პერიოდის ადრეული შევსებები. არსებული სახურავის ქვეშ გამოვლინდა სხვადასხვა ისტორიული ფენა, ეს იყო ნახანძრალი, კირხსნარით დაფარული ინერტული მასა და ასევე გამოვლინდა ისტორიული ფილა, რომელიც მოწყობილი იყო ხის ნივნივებზე, რომლის კვალიც შერჩენილია არსებული ფილის ქვედა ნაწილზე. ასევე გამოვლინდა
კამარაზე მოწყობილი გრძივად სვეტები, რომელზეც ასევე არის კვალი გრძივი კოჭების და რომელზეც იყო გადებული ეს კოჭები დამხმარედ ამ ნივნივებისა. შემდგომ ეტაპზე მოხდება ამ ყველაფრის დეტალურად ფიქსაცია, სრული ფოტოსკანირება და ასევე სკანირებული ღრუბლით ფიქსაცია და მოგცემს შემდეგ უკვე იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ ისტორიული ფენები, ისტორიული გადახურვის ტექნიკა და შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა. ელათის სამონასტრო კომპლექსში კვლევითი სამუშაოები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველსაც ჩაუტარდა. სპეციალისტებმა გეორადარის კვლევის მეთოდით წმინდა ნიკოლოზის ტაძრის თაღედის ქვეშ შეისწავლეს ფილაქანის ქვეშ არსებული სივრცე. არქეოლოგების მხრიდან დაისვა საკითხი, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ძირში, საძირკველში ხომ არ იყო ადრეული საუკუნეების ძვალშესარდაკი ანუწოდებული კრიპტა. და დღეს მოხდა მის გეოფიზიკური რადარის გადატარება ამ სივრცეზე და ჩვენ ესეთი ნაშთი და ამის სავარაუდო არსებობა ვერ დავინახეთ.